ბაჩო ახალაიას გიგი კალანდაძისა და კიდევ 6 პირის სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომა ხმაურით მიმდინარეობს და მოსამართლემ რამდენიმე საჯარიმო სანქციაც გამოიყენა. სასამართლოში დღესაც ბრალდების მხარის მოწმობის დაკითხვა მიმდინარეობს. ახალაიას და სხვა პირებს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ედებათ ბრალი. ნათია ტრაპაიძე ესწრება პროცესს. ნათია, რა გახდა სხდომაზე ხმაურის მიზეზი და ვის მიმართ გამოიყენა მოსამართლემ სანქციები? მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ფულადი საჯარიმო სანქცია გამოიყენა საქმის ერთ-ერთი პროკურორის ჯემალ კობაიძის მიმართ. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც კობაიძეს ჰქონდა რეპლიკა, როდესაც ის ცდილობდა გაეპროტესტებინა ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატის შეკითხვა მოწმის მიმართ დასმული. ზოგადად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღევანდელი პროცესი მცირე ხმაურით მიმდინარეობს, რის გამოც მოსამართლემ მხარეები და დარბაში მსხდომები რამდენჯერმე გააფრთხილა წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით. როდესაც მინისტრმა განაცხადა, რომ მოასვენეთ არიან დაღლილებიო. სწორედ ეს გესაჭიროებოდა ამ დროს, ხო? დიახ. ხელს გისურვებთ, პატიცებული მოსამართლემ გამოიყენეთ ზომები. ბატონო მოსამართლე. ბატონო ალექსანდრე. ბატონო ჯემალ, ძალიან გაფრთხილებული ხო იყავთ თქვენს, ასევე ადვოკატები და ბრალდებულები. 200 ლარით ჯარიმდებით. 95 მუხლის თანახმად. ნებისმიერ ვის წამოიყვირებს ან რაიმე რეპლიკას სამთქოს დაიჭიროს. ბატონო მოსამართლე, ეს იგი დაიცავით დარბაზში. ბატონო მოსამართლე. პროკურორს აჯარიმებთ ახლა 200 ლარით გასაგებია და ასევე ანალოგიურად მოიქცნენ სხვებიც. ამ შემდგომ გაფრთხილების შემდეგ ვინც გააკეთებს ყველა დაიჭება. ბრალდებულმა პროტესტი გამოთქვა. კი, რა თქმა უნდა, ანუ პასუხი იყო სწორი ბრძანება გასაო. ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ როდესაც თქვენ აბანოში ჩაკეტეს, ეს უბრალოდ არასწორად შესრულებული ბრძანება იყო. ალბათ. ეს ინციდენტი მოხდა, როდესაც სასამართლოს ჩვენებას აძლევდა მოწმე ბესო ჯარიაშვილი. ეს არის ბრალდების ერთ-ერთი ძირითადი მოწმე და საქმეში დაზარალებული. ის დაკითხეს სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით. ჯარიაშვილმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, ის იყო ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში სამეურნეო ნაწილში მუშაობდა. ასევე ის იმყოფებოდა ნორიოში წვრთნაზე, სადაც ბრალდების ინფორმაციით ჯარისკაცებმა გარკვეული პროტესტი გამოთქვეს, რის გამოც უკვე განსაჯელის სკამზე მყოფმა სამხედროებმა ისინი დასაჯეს. ჯარიაშვილმა ასევე დეტალურად აღწერა, რა მოხდა ნორიოს ბაზაზე და უკვე შემდეგ სენაკში, როდესაც ისინი მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ენჯინატის დოკუმენტების ოთახიდან გამოგვიყვანეს, მოგვაწყეს კავკადის ტრანზევით, გადაგვიღეს სურათები და ჩაგვიყვანეს პლაცზე. იქ უკვე ეს მასკა ახდილი ქონდა ბატონი გორგაძე და რომ მოგვაწყებინეს სირბილი და თან იმღერეთ, რომ საჭმლის ჭამა ცუდიაო. ბრიფინგის ოთახში შევედით, დაგვდა ბატონი მინისტრი კალანდაძე, იკაბიძე და გამოდიოდა და მგონი გვარდიის სარდალით შესრულებოდა არსოშვილი. შესვლისთანავე დინება დაგვიწყეს. ესენი არიან ბუნტარებიო და ბატონო მინისტრა ისაც მოგვაძახა, რომ თქვენისთანავებსო ციხეზეო და თქვენ რაღაც გიზავთ ეხლა. პირადად თქვენ რაში ხართ დაზარალებული? რა ზიანი მიიღეთ? როგორც ფიზიკური, ისე მორალური. შენი უშუალო უფროსი ხო იყო არცოშვილი? კი. ხო გაგილებდა? კი. რატომ არ გაქვს პრეტენზია მასთან? პრეტენზია ყველასთან აქვს. გადანაშაული ჩაიდინეს ან ერთმა, ან მეორემ თქვენს მიმართ. იქნებ სასამართლოს მოახსენოთ, იმიტომ რომ მოსამართლემ შემდგომ განაჩენი უნდა გამოიტანოს. მორალური ზიანი მიიღო. სამხედრო იყავით ხო ეს პერიოდში? ძირითადი მომზადების კურსი, სამხედრო მომზადების კურსი გავლილი გაქვთ? არა, იმ პერიოდში არ იყო. რა სპეციალობით ხართ სამხედრო? რომელი სპეციალობის? ლოჯისტიკის სპეციალობა. ბაჩო ახალაიას თქვენთვის და არც დანარჩენი 18 პირისთვის ფიზიკური შოურაცხყოფა იქ არ მეუყენებია, ხომ ასეა? თქვენ არ გაგიგიათ, რომ მინის გაეცა ბრძანება, რომ ესენი აბანოში ჩაკეთეთო, ხომ ასეა? არა. ამ დროისთვის
ჩვენთვის სასამართლოს ჩვენებას ბრალდების კიდევ ერთი ძირითადი მოწმე და დაზარალებული აძლევს ისევ სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით და რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი დღეს ბრალდების მხარეს სასამართლოში სულ 5 მოწმე ყავს წარმოდგენილი.